ბრალდება, რომელიც შესაძლოა ოპოზიციაში ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს. ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის თქმით, მიუნხენში ირაკლი ალასანიას შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შემთხვევითი არ ყოფილა და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ალიანსის დაფინანსებაც იყო. აღნიშნულ ბრალდებას ქართული პარტიის ლიდერსა და დავით უსუფაშვილს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დავით უსუფაშვილმა თავის მხრივ ქართული პარტია რუსეთთან კავშირში ღიად დაადანაშაულა და პოლიტიკური კურსის საჯაროდ აღიარებისკენ მოუწოდა. ლეგიტიმაციას თქვენ სად აპირებთ საერთაშორისო ასპარეზზე? როდესაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი და ევროპა და დემოკრატიული სამყარო, იმიტომ რომ ავტორიტარი სააკაშვილის ნარვეზებზე თვალებს ხუჭავდა, ესენი არიან თუნდაც პრობლემის სათავე და იმათ უნდა ვებრძოლოთ ასევე და ვაპროტესტოთ, ვინ გინდათ რომ გიღიაროთ ეს რევოლუცია? ძალიან ლოგიკური ამბავია. რჩება ერთადერთი ძალა, ვისაც ამ კონკრეტულ ბინაში ამ რუსეთი, რომელსაც შეუძლია ასეთი რევოლუციის ლეგიტიმაცია და აღიარება. იმიტომ რომ ძალა, რომელიც მოდის და ამბობს, რომ ამ ჩემი ქვეყნის პრობლემებში თავარი დამნაშავე არის ის, რომელსაც ეს მიაღვარი მოედინება და წარეკა ქართული საზოგადოება, დასაგებია რას ამბობთ. ამბობთ თქვით, ამიტომ თქვით ჩვენი პარტიიდან თქვენს ნაცვლად იყო შეფასება. ძალიან კარგია. თუ ბოლოს თქვით ეს ამბავი, კი ბატონო, ეს არის თქვენი გეზი, ეს არის თქვენი კურსი, გასაგებია ამბავია. როდესაც შეხვედრა მოხდა მიუნხენში ალიანსის თავმჯდომარის და ვადიმ ლავროვის შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი დერეფანში, შეხვედრა იყო დაგეგმილი მანამდე, ამას ჰქონდა თავისი ნაპირობები და არ გვიძახლა ლავროვის შეხვედრა და მალარასანია და ეს ახალწლოვანი შეხვედრა რაც უძღოდა წინ ის შეხვედრები არ არის საზოგადოების ცნობილი და შეხვედრას რაღაცა დავით კაკუბადი ეს დამირეკა და ისევ არ მიაქეს არ ჩამოვაბულო მოდით სხვა შეხვედრები და ეს არის დერეფანის შემთხვევით შეხვედრა და იქ იყო რაღაც მოლაპარაკებები და არ არის ყველა შეხვედრა არ არის ყველაფრის გაშიფრო და რაიმედები არსებობდა ამაზე მოლაპარაკებთ ახლა და როცა სანამ ლაპარაკებს სანამ რაღაცა სალაპარაკო აქვს სოზარ სუბას დათო უსუფაშვილზე თქვა საერთებში რა სანამ სოზარ სუბას მურამე დათო უსუფაშვილზე საქმეა აერეთებში თქვა და კონდა ურთიერთობები და ის ურთიერთობები იყო სწორი და ის გასვაში იყო სწორი რომ ურთიერთობები არის დასამაგებელი ის არ შეიძლება დღეს იყოს შეიძლება ურთიერთობა არ არის დასამაგებელი ეს მომულ არ არის დასამაგებელი კომუნიკაციების არსებობდა არ მომულ დასამაგებელს ვერ ხედავ ურთიერთობის დამაგებასა როცა რევოლუციის გაკეთებაზე არჩევნებში მხარდაჭერაზე ესეც ამ ვერ ხედავ განსხვავებას არჩევნებში მხარდაჭერა ბოლოდინის იგივეა ეხლა არ არის საჭირო ყველაფრის გაშიფრვა როცა რაღაცები ვიდგას უსუკან არ უნდა ვთქვა ზედმეტი სოზარ არ თქვენ პირადად სოზარ რა უსუკან იდრა და ზურსენ იდრა და პესუკან ვიცი თქვი რა თუ კაცი ხარ თქვი აი ახლა რა არ ვიცქვეს რამ იმიტომ არ ფერია იყო მოდი დაფინანსებაზე დაფინანსებაზე იყო დაფინანსებაზე აი ასე რა დილა მოგიხარ შე რა დილა შე ესე არის არ უნდა გააკეთო ეს განცხადებები მე არ გავაკეთო ხო მე გავაკეთე ეს განცხადებები ეს ისულელები შენ გიწევს ეხლა ვიღაცების ნაცვლად თავის მართლობა მე მესმის რა დღეში ხარ შენ არა ხარ ამ საქმის შუაში აქ თავში ხარ და გიწევს ეს